რუსი ოკუპანტების მორიგი პროვოკაციული ქმედებაში და ქართლში სოფელ არბოსთან რუსეთის არმიის ვერტმფრენმა გამყოფი ხაზი დაარღვია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილზე საგაზაფხულო სამუშაოების დასათვალიერებლად სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონის ხელმძღვანელები იყვნენ მისულნი. 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში ხნის სამუშაოები შიდა ქართლის რეგიონში ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის მიმდებარე 15-მდე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს. თვითონაც ხედავთ როგორი ახლოა ამ გამყოფ ხაზთან ახლოს ჩვენი ნაკვეთები, ვერ მივიდიოდით. ანუ ტექნიკაც არ მოგვდევდა რომ ეშინოდათ თავის ტექნიკიანად არ წაეყვანათ და რა ვიცი აგერე ხლა ძალიან დიდი კი ვერ ამუშავებთ ამ ნაკვეთებს, წყალი ძარ იყო, გასარწყავდა, გაკეთდა და რა ვიცი ძალიან დიდი მადლობა გამყოფი ხაზის პირას მაცხოვრებელ მოსახლეობას და დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ არბოში, სადაც 77 ჰექტარი მიწის ფართობი არის დამუშავებული, დაახლოებით 75 პროექტის ბენეფიციარია ამ სოფელში და მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ეს მხარდაჭერა.